ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უკვე მე-14 უცვლელად 8%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს და ზომიერად მკაცრი პოლიტიკის რეჟიმში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლად განაკვეთიანი სესხის ყოველთვიური შენატანი მომხმარებლისთვის არც გაიზრდება და არც შემცირდება. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ის რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება. მათ შორისაა ინფლაციის ტემპის ნორმალიზება, რომელიც ნოემბერში 4.8%-მდე შემცირდა, თუმცა კვლავ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე მაღალია. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რასაც დროებითი გავლენა აქვს და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. მისიის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს და წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.3%-ს მიაღწევს. განცხადებაში აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსური სექტორის სიჯანსაღეზე. ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა და $5.8 მილიარდ აღწევს, რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100%-ია. რეზერვების მაჩვენებლის გაუმჯობესება კი დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებას და ძლიერ საერთაშორისო სავალუტო შემოდინებებს უკავშირდება. ფონდი აღნიშნავს, რომ ინფლაცია 2025 წელს აჩქარდა და ნოემბერში 4.8%-ს მიაღწია, რაც ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება, თუმცა ფონდი მომავალში მის შემცირებას ელის. ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი 2026 წლის მაისში გაიხსნება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ჰაბის გახსნამდე მოეწყობა ტექნოლოგიური მუზეუმის ნაწილი. ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში, როგორც ცნობილია, განთავსდება რამდენიმე მიმართულების ლაბორატორიები, ინტერაქციული სამეცნიერო და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი. პარლამენტის ყოფილი შენობა სრულად იქნება მორგებული ტექნოლოგიურ საჭიროებებზე. ასევე დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზი, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 1.200.000 ადამიანს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეკოტურიზმის განვითარებაა. წელს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საპიკნიკე სივრცეები, ვიზიტორთა ცენტრები და საპარკინგე ინფრასტრუქტურა, რაც ვიზიტორებს უფრო კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სააგენტო გეგმავს 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებასაც, სადაც ამომავლოდ მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ბათუმში კარგი მასპინძლის სტატუსით 15-მდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს ოფიციალურად მიენიჭა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტომ მათ სპეციალური ჯილდოები და ბრენდირებული სასაჩუქრე მასალები გადასცა. პროექტი ევროპული მოდელის Good Host-ის ანალოგია და მიზნად ისახავს ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას. პროექტი კარგი მასპინძელი აჭარაში გასულ წელს დაიწყო და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მისაღებად მასპინძელი უნდა ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო სასტუმროს სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე.